როგორ უნდა მართო მონები ქსელურ მარკეტინგში? ძალიან მარტივია, უბრალოდ მიეცი მათ ოცნება. მოუყევი მათ, რომ რამდენიმე წელიწადში მილიონერები გახდებიან, იმოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო და შეიძენენ ძვირიან ავტომობილებს. ისინი დაგიჯერებენ და დაიწყებენ შენზე მუშაობას. ყოველდღიურად სოციალში წააწყდები შემდეგნაირ პოსტს. როგორ შეცვალა ქსელურმა მარკეტინგმა ჩემი ცხოვრება? გინდა შენი ცხოვრებაც შეიცვალოს? მაშინ მომწერე პირადში. ასეთი ხალხი პატიჟებს მეგობრებს პრეზენტაციებზე, ოცნებობს მილიონებზე, მაგრამ ზუსტად ასეთი ხალხის 99% არასდროს გამდიდრდება, იმიტომ რომ ისინი სხვისი თამაშის ინსტრუმენტები არიან. ახლა კი მათზე ვისაუბროთ, ვინც იგონებს ოცნებებს. ეს რადიკალურად სხვა ლიგაა. ისინი არ აძალებენ გუნდის წევრებს ღონისძიებებზე დასწრებას. ცხოვრობენ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, დაფრინავენ ბიზნეს კლასით და ვახშმობენ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში. ისინი არ ყიდიან ოცნებას, ისინი ქმნიან ოცნებას სხვებისთვის. ზუსტად ამიტომ ისინი მართავენ ამ თამაშს. სანამ ერთი მუშაობს ბონუს ქულებზე, მეორე აგროვებს ძვირიანი ავტომობილების კოლექციას. ირჩევს ვილას კუნძულზე და ფიქრობს, რომელ ქვეყანაში გაატაროს შემდეგი თვე. მათ ესმით თამაშის წესები და შენ ვინ ხარ ამ სისტემაში? ის, ვინც აშენებს, თუ ის, ვისაც იყენებენ? თუ გსურს ააშენო ძლიერი ხაზი ქსელურ მარკეტინგში, აწიო ბრენდის ცნობადობა და საცალო გაყიდვები, მაშინ დღეს განვითარებული პირადი ბრენდის გარეშე სოციალურ ქსელებში შორს ვერ წაჰყავ. თუ გრძნობ, რომ დრო გადის, მაგრამ სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება, მომწერე პირადში სიტყვა დიაგნოსტიკა, რომ ჩავნიშნოთ ინდივიდუალური გასაუბრება. ჩვენ დაგეხმარებით.